მე თვითონ მტკიოდა წელი და მირჩიეს რომ აი აბა იოგაზე სცადე მისვლა. ცოტა ისეთი უგულებელ ყოფილი თემა, განსაკუთრებით მოძრაობის პრაქტიკებში, ფიზიკურ პრაქტიკებში რა. შედგება მრავალი სასიკეთო სასარგებლო მიმართულებისგან. აქედან დაიწყო. მოდი გითხარი რა არის ნეიროიოგა. გამარჯობა, მე ვარ თაკო ბასილია, თქვენ უყურებთ Wellness Podcast. დღეს ჩემი სტუმარია სოფო ბუაძე, ნეიროიოგის და იოგის მასწავლებელი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თუ რა როლი აქვს იოგას ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაში და ასევე რა ცვლილებებს იწვევს ცნობიერებაში და სხეულში. მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ჩემი Wellness Podcast-ი და ზარის ღილაკსაც დააჭიროთ ხელი, რომ მომდევნო ეპიზოდი არ გამოტოვოთ. გამარჯობა სოფო. გამარჯობა თაკო. ბედნიერი იყოს შენი ფეხი ჩემს პოდკასტში. ნამდვილად. ძალიან მიხარია, რომ ხარ ჩემი სტუმარი და შენ ასევე ხარ Instagram ვლოგერი და კონტენტ კრეატორი, ხო? ხო. და როგორ დაიწყო შენ ცხოვრებაში, როგორ შემოვიდა იოგა? იმიტომ რომ სავარაუდოდ ეს არ იქნებოდა შენ რაღაც პირველი საქმიანობა ან პროფესია, ესე დავარქვათ. ხო, ეგრე იყო. მადლობა პირველ რიგში ძალიან მიხარია, ფეხბედნიერი იყოს ჩემი მოსვლა. და კი, ნელ-ნელა დაიწყო, შემოიპარა ეგრე, რომ მე თვითონ მტკიოდა წელი და მირჩიეს, რომ აი აბა იოგაზე სცადე მისვლა და რომ გავიკითხე. ყველამ ერთ ხმად მირჩია ჩემი მასწავლებელი და თოკანდელაკი, ვისთანაც მივედი და აქედან დაიწყო, ჯერ დაიწყო ჩემი პირადი მოგზაურობა და მერე დათოსთან ერთად პრინციპში და დათოს შემოთავაზებით დავიწყე მზადება ისე რომ თან ვიღაცებს ვასწავლე მისი მეთვალყურეობის ქვეშ და მე ნელ-ნელა უკვე ცალკე ჯგუფიც ყავდა და ესე დავიწყე და Instagram-ზეც ეგრე დავიწყე რომ იმდენად მომწონდა იოგას ვარჯიშების დროს იმ 1 საათში თუ საათნახევარში გაზიარება ამ რაღაც ხერხების, ხრიკების, გზების როგორ შეიძლება რომ უბრალოდ უკეთესად ვიგრძნოთ თავი, დავიმშვიდოთ გონება, გული, ნერვული სისტემა, რომ რაღაცნაირად ძალიან ბუნებრივად დავიწყე ამის გაზიარება Instagram-ზეც და მანდაც რაღაც მადლიერებით რაც ადამიანებისგან მოდის და მესმის, რომ როგორ გამოადგათ თუნდაც რაღაც ერთი ვიდეო თუ არა მარტო ვიდეო რაღაც ფიზიკურ ცხოვრებაში ნასწავლი პრაქტიკა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ღირს ჩემი საქმიანობა. ძალიან კარგად გამოგდის, მინდა გითხრა და გეთანხმები, რომ ღირს შენი საქმიანობა ფასეულია, როცა ადამიანებს რაღაცით ეხმარებით უნდა წერც მაინც და ხვდები ეს რა გრძნობებს და ემოციებს იწვევს შენში. აი ზუსტად, ანუ აი რაოდენობას, აი ფოლოვერების რაოდენობას, თუ ლაიქების რაოდენობას გამექცევა ხოლმე ზოგჯერ შევხედავ, მაგრამ სხვებისგან რომ მომისმენია, რომ აი რამდენი ყავს დროს, რამდენზე ხარ, აი ხვდები რომ არც ვიცი ხოლმე რამდენზე ვარ, იმიტომ რომ აი სამაგეროთ მახსოვს გუშინ წინ რომ ვიღაცა მომწერა, რომ აი შენ რო ვიდეოში ქონა ეს გავაკეთე და ეხა ესე ვარ და ეს ნიშნავს ყველაფერს, სულ რომ 10 იყოს ეგეთი ადამიანი რა. მიზანი შენი სხვა არის და ხო, ანუ აი ზუსტად რაც თქვი, რომ აი ერთ ადამიანსაც თუ დაეხმარება, ჩემთვის ეს ძალიან დიდი мотиваცია არის, რომ გავაგრძელო ის რაც ვაკეთებ. მოდი გითხარი რა არის ნეიროიოგა, იმიტომ რომ მეც რაღაც ჩემთვისაც ეს ახალი ტერმინია, ამ ორი სიტყვის დაკავშირება ერთმანეთთან. ესე იგი, ნეიროიოგა არის რომ ავიღოთ ის ინფორმაცია, რაც გვაქვს ტვინზე და დავაინტეგრიროთ ეს ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, იმაში, როგორ მოძრაობთ, როგორ ვფიქრობთ, როგორ რეაგირებს ჩვენი სხეული სხვადასხვა სტიმულებზე, რაც შემოსდის და შეიძლება იყოს მაინც ნეიროიოგა არა, ნეირო დაინტეგრირებული ცხოვრებაში. და ფიტნესშიც და ყველაფერ სხვაშიც. ან ტვინთან არის კავშირი. ხო, ან ტვინს სხვა უბანი, სხვა რაღაცაზე არის პასუხისმგებელი და სხვადასხვა რაღაცას აკეთებს და ამ ცოდნის მოძრაობაში გამოყენება, ესე ვთქვათ, მაგალითად, რომ ავიღოთ ძალიან ერთ-ერთი რაზეც ხშირად ვლაპარაკობ ხოლმე ჩემ გაკვეთილებზე არის ვესტიბულარული სისტემა, რომელიც არის ცოტა ისეთი უგულებელ ყოფილი თემა, განსაკუთრებით მოძრაობის პრაქტიკებში, ფიზიკურ პრაქტიკებში რა.
იმიტომ რომ რასაკეთებს ვესტიბულარული სისტემა არის ის სისტემა, რომელიც გვეუბნება სად არის ზევით და საით მივდივართ. ამ ორ რაღაცას საზღვრავს. ეს თითქოს ორიენტაციას. ხო, ანუ აი ბალანსი. ხო, საით ვარ. ეხა ესე რომ აქვს თავი გადახრილი, იქით რო არის მაღლა და მაგალითად უკან თუ იქნები, აი ამას ხვდება რა, ანუ სივრცეში როგორ არის შენი სხეული და საით მიდიხარ და ეს თითქოს ისეთი საბაზისო რაღაცა არის, რომ ნუ ხო რა ვიცი, ხა ისედაც ვაკეთებ მაგას და მაგაზე რა უნდა მითხრა და რა უნდა გავიგო, ხო? მაგრამ ისეთი საინტერესოა, რამდენ რაღაცაზე ახდენს გავლენას, მაგალითად, როცა ვსწავლობდით ამას, ეგეთი რაღაც ექსპერიმენტებით გავაკეთებინეს, რომ აი ჩაწერეთ ხა აიღე Google-ში და ჩაწერე ვესტიბულარული სისტემა და ნებისმიერი რაღაც დაავადება, პრობლემა იმუნური სისტემის თუ ქრონიკული რამე დაავადება თუ გაქვს, აი მიაწერე და აუცილებლად შეგხვდება, ნუ 90% შემთხვევაში რამე კვლევა იმასთან მაგორის ერთად რა იმდე რაღაცასთან არის დაკავშირებული ეს ვესტიბულარული სისტემა მაგალითად რაც არ ვიცოდი და ძალიან დამეხმარა რომ გავიგე იყო აი მანქანაში რო გული გვერევა თავი რო გვაქვს ტელეფონში ან წიგნში ან არაფერში ზოგს არის რომ უბრალოდ ზოგს არ აქვს და მე მაქვს აი ვერაფერს ვერ ვიყურებ აი ვესტიბულარული სისტემა თურმე ნიშნავს მაგრამ იმიტომ რომ ბევრ რაღაცაში ვერ ატყობ რა ამას რომ შეიძლება შენ ვესტიბულარულ სისტემას უფრო მეტი გავარჯიშება მეტი მუშაობა ჭირდება არ იცი ეს და აი ეგ არის ერთ-ერთი კარგი ნიშანი როგორც შეგიძლია რომ გაიგო და ეხა შენ მაგალითად რომელიც სულად ხდები მანქანაში ჩაჯდომამდე 5 წუთი 10 წუთი რომ გააკეთო რაღაც სავარჯიშოები უფრო ნაკლებად აგერევა გული და ესეც დატესტილია და ნამდვილად მუშაობს რა საინტერესოა მოვიდა ჩემამდე. თორეს ბავშვობიდან ესე ვარ. ხო, იმიტომ რომ რატო არის ეგეც რო ვთქვათ მაგალითად, ანუ ეს ერთი პატარა მაგალითი არის, მაგრამ ესეთი არის მილიონი რაღაც რაც ტვინში ხდება, რომ იმიტომ რომ სინამდვილეში მოძრაობ და თვალებით ხედავს რომ გადაადგილდება, მაგრამ გრძნობს რომ არ გადაადგილდება და იზის ერთ ადგილზე და ამიტომ ხდება ცუდად. იგივე არის ვერ აღიქვამს რა. ხო, და აი ტელეფონს დამატეს, ახლა iPhone-ს ვიცი რომ დამატეს ალბათ სხვა ტელეფონებსაც რაღაც წერტილები ჩანს და მაგას რო უყურებთ ნაკლებად გერო, იმიტომ რომ ეს წერტილები ჩვენთან ერთად მოძრაობს და ტვინს ატყუებ, იმიტომ რომ თვალიდანაც ის სიგნალი მიდის, თითქოს მოძრაობ და ატყუებ რომ მარტო კი არ გადავადგილდები, კიდეც მოძრაობ და რაღაცნაირად მე ნაკლებად გერევა გული. და რაღაცა კიდეც გამიგია ჩაგერთობი რომ მაგალითად გადაღლილი ვთქვათ რაღაც დასტრესილი ადამიანი არ ვიცი ერთი მაგალითი ვიცი ჩემდას რაც ჭირდა მეცადინეობისგან და დაემართა ეს ვესტიბულარული აპარატის არ ვიცი რა ქვია მოშლა თუ არ ვიცი და ვერ იდგა ფეხზე რა აი ყველაფერი მოძრაობდა და მე ექიმმა დაუნიშნა რაღაცა სიმშვიდე და აი ჩაწერე რომ შენ მადამ Google-ში ვესტიბულარული სისტემა და გადაღლა ანუ ძალიან ბევრ რაღაცასთან დაკავშირებული ხა ალბათ რა ჩვენ დასაკლდა იყო ძილი და ძილის დროს რა ხდება აღდგენა ესე იგი არ ხდებოდა სათანადო აღდგენა იმ უჯრედების რომლებსაც აწვალებდა ამეცადინებდა ეუნებოდა რომ რაღაცები დაემახსოვრებინათ ამუშავებდა და ამიტომ მე ეს აისახა მაგაზე გამახსენდა რაც უნდა მეთქვა მაგალითი კიდე ერთი რაც ასე ვარ ვიცოდი და ძალიან საინტერესო იყო რომ გავიგე ბილიკზე რომ დავრბივართ დარბაზში თუ სადღაც ბილიკი თუ გაქვს სახში სარბენი ბილიკი მანდაც თურმე იგივე ხდება რომ დადიხარ მაგრამ სიგულში არ დადიხარ ანუ გონია რომ მოძრაობს ხელს მაგრამ არ მოძრაობს და მაგ დროსაც ზოგი თურმე ცუდად ხდება ეს თავი ცუდად ხდება ბილიკზე ეს მარა არა პირიქით ხო აი ვიღაცას ცოტა თავბრო ეხვევათ ან აი მე დავტესტე მაგით ეს რომ გადავედი მაგის გაგების მერე ბილიკზე აი გავიხედე ერთ მხარეს და ეგრე გავაგზელე სირბილი და მეორე მხარეს ცუდად ანუ ეგრეღაც გემართება რა რომ მე ბალანსი ჭირდება რა თქმა უნდა ისედაც ხო რაღაც ჩვეულებრივად რო დარბიხარ აქეთ-იქითაც გაიხედები და უფრო თავისუფლად ხარ ან აი ზევით რო აიხედო აი ეს შემდეგზე რო გადახვალ ბილიკზე გააკეთეს მირბიხარ მაგრამ ზევით აიხედო ნელაქენი რო არ წაიქცე ხო საშიშია მე ხვდი ახლა ეს ვესტიბულარული აპარატი ხო ხო მთლიანი ვესტიბულარული სისტემა აი კიდე რა არის თქვათ ისეთი რაც აი შეიძლება გავითვალისწინოთ რაც ამ ნეიროფიზიოლოგიასთან არის კავშირი ვიზუალური სისტემა თურმე თვალის ვარჯიშები არსებობს რომელთაც შეიძლება რომ ხედველობა გაიმჯობესო და ეს ინდუსტრია რომელსაც დაგვაჯერა რომ გვჭირდება სათვალეები აუცილებლად გვჭირდება წამლები და ოპერაციები შეიძლება რომ ამ ყველაფრის გარეშეც
რა თქმა უნდა, არ ვიცი ხა 100%-ით არ გამიგია და არ ვინახავს, მაგრამ ჩემ თავზე და ჩემ გარშემო ადამიანებზე, ვისაც გაუკეთებიათ და უცდიათ, რა თქმა უნდა, რომ გავიგე ესეც უფრო მეტი მოვიძიე ამასთან დაკავშირებით, მკვეთრი ცვლილება და გაუმჯობესება არის თვალის და უადვილესი არის თვალის ვარჯიშების გაკეთებასთან რა, თვალის უკან ხო არის კუნთები, რომელიც ატრიალებს ზევით, ქვევით, მარცხნივ წრეზე და ამ კუნთებს ავარჯიშებ. ფოკუსს ავარჯიშებ თუ გინდა გავაკეთოთ. კი, გავაკეთოთ. გავაკეთოთ. აი ერთი სავარჯიშო, რომელიც იქ. იქით ხო? მე იქით შენ იქით ხო? ერთი სავარჯიშო, რომელიც ძალიან ადვილია და ესე რომ თუ ადგომა გეზარება შეგიძლია რომ თარადგე და ეგრე გააკეთო, არის რომ აიღებ წერათიც, ან შეგიძლია აიღო ფანქარი ან რაღაცა, რაზეც ფოკუსი გექნება ჯერ წერათიცზე და უკან ყველაფერი არის ბუნდოვანი, მერე პირიქით ფოკუსი გექნება უკან რაც ხდება მაგაზე და შენ წერათიცი არის ბუნდოვანი. ისე რომ არ ამოძრავებ თვალს. ხო, ახლოს შორს. ხო, ახლოს. თვალს არ ამოძრავებ. გაიხედო, გამოიხედო. თვალს ამოძრავებ ხო? არაფერს არ ამოძრავებ, მარტო ამ ფოკუსს უცვლი. ესე? მე ვერ ვხედავ შენ აკეთებ, ანუ არავით არის საშუალება, მაგრამ ხო. ძალიან კაი მხედველობა მაქვს, ერთ-ერთი პრობლემა მაქვს ხო ფოკუსის. აი, ზუსტად ჩვენთვის ყოფილა ეს ავარჯიშო. შეგიძლია რომ აი ახლოს მოიტანო წაიღო. მეორე ხელით ესე ნიკაბზე იდებენ ხოლმე, რომ თავი არ გაგექცეს, თქვათ თუ რაღაც ეგეც ავარჯიშოს აკეთებს, სადაც ამ თვალს აყოლებ. კიდევ ერთი არის ეგეთი რომ გააყოლო, გამოაყოლო ზევითქვევით. მეორე ხელს ნიკაბზე იჩერებ, რომ არ იმოძრაოს თავმა შემთხვევით. რამდენჯერ აკეთებ დღეში? მოკლედ ეს არის ძალიან დამოკიდებული შენ მდგომარეობაზე და ძალიან ადვილად შეგიძლია ამის განსაზღვრა, იმიტომ რომ გეღლება თვალი და გრძნობამ დაღლას. აი არ უნდა დაგეღალოს. თუ გააკეთებ თქვა 5 წუთი და დაგეღალა, შემდეგზე გააკეთებ 3 წუთი. მაინც თუ დაგეღალა, შემდეგზე გააკეთებ 2 წუთი. თუ არ დაგეღალა 5 წუთში, მოამატებ, შემდეგზე გააკეთებ 7 წუთი. ყოველ დღე? აი კვირაში რამდენჯერმე თუ გააკეთებ, კარგი იქნება. ძალიან უყვარს და ისვენებს ჩვენი თვალი, ასევე თურმე ჰორიზონტში თუ გავიხედებით. ესე იგი, აი ყველაზე შორ წერტილში ეგეც ინსტაგრამზე დავწერე და მე ჰორიზონტი არ მაქვს დამიწერეს. აი ეხლა ამ ოთახშიც მიხედავ იმისა, რომ კედელია, რაღაც შორი წერტილი მაინც არის, ხო? ყველაზე შორი. ნუ სადაც ხარ, როგორი ჰორიზონტიც გაქვს, არა უშავს თუ არ არის ეს ზღვა და მზის ჩასვლა, იმ შორ წერტილს შეხედე და ამით დაეხმარები თვალს. კარგი, აი 1-2 წუთი მაინც. იმიტომ რომ აი ღევანდელ თანამედროვე სამყაროში ხო, აი ესე ვაკეთებთ ყველაფერს და ყოფილი ძალიან ახლოს გვაქვს და გვეღლება რა უყვარს ჩვენი თვალი, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ იყურებოდეს შორს და არ ვაცდით, რომ იყურებოდეს შორს. იწრთობა და ვარჯიშდება ამაში და ისვენებს. ხო, გაჯეტებმა თან მართლა ის მოიტანეს. ხო, სულ და მაგიტომ მხედველობის პრობლემები ბევრად გახშირებული არის ვიდრე ადრე. ეხლა მითხარი, აი ეს ნეირო იოგა როგორ ინტეგრირდება ერთმანეთთან? ნეირო და აი ციხოაზე იოგის ვარჯიშები, თქვათ, აი რა კავშირია? კი, იოგა მოკლედ. პირველი ალბათ მე ვხვდები, რომ ძალიან დაკავშირებულია ტვინთან ყველაფერი, მაგრამ რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს. ისედაც არის ნეირო იოგა. თავად. უბრალოდ ჩემთვის რაც ამ ნეირო იოგაზე გავიგე რაღაცები და ტვინზე გავიგე რაღაცები, უბრალოდ გასაგები გახდა, რატო ვაკეთებთ მაგალითად, ანუ აი ისე ვესტიბულარული სისტემის მაგალითად რა ვიღოთ, რაც ავარჯიშებს ვესტიბულარულ სისტემას არის ის, რომ თავი გქონდეს გადახრილი ერთ მხარეს და მაგალითად უკან მიდიოდე და თან გვერდზე იქონე რაღაცა ეგეც აკეთებდა. სხვა ფორმას აღებინებდა სხეულს და თავის პოზიცია იყოს განსხვავებული და ამას იოგაში ისაც ვაკეთებთ. მაგრამ მე როგორც იოგას მასწავლებელმა და ეს რაღაც მასწავლებლის კურსები რაც გავიარე, იქ არსად არ გვისწავლია რატო ვაკეთებთ ამას. ან რატო მუშაობს რაღაცეები, რაც აი სუნთქვებით ძალიან ბევრი სუნთქვა არის იოგაში და ნუ პრანაიამა უდიდესი ნაწილია ზოგადად იოგის და არ ვიცოდი თურმე რატო ხო სუნთქვი კარგი კითხვა. სუნთქვითი სავარჯიშოები, ნუ იოგურად არის პრანაიამები და ხო ბევრი რაღაც თურმე ეს იმიტომ მუშაობს ესე ტვინზე რომ აქტიურებს ამ თხემს ეს აქტიურებს თურმე სხვა ნაწილს და ამიტომ გეხმარება იქ რაღაც უფრო ღრმად რომ ჩაიხარო და გაიწელო მაგალითად მიწვდე ტერებს თუ რაღაც აკეთებ ხო
ხო და მოკლედ ეს ამის თქვა მინდოდა რომ ისედაც ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებთ მაგალითად ხის პოზაში რომ გახარ ხის პოზა არის ცალფეხზე რომ გახარ და ბალანსდები ამ ცალფეხს აი იოგაში მაგალითად ვიცოდი და იციან ახლა ვინც ვარჩევს იგას რომ თვალები რომ დახუჭო წაიქცევი რა უფრო გაგიჭირდება ბალანსი და აყანყალდები რა მაგრამ რატომ მაგრამ მიჭირს ხო და აი მაგიტომ რაც თქვი რომ თვალით აფიქსირებ შენ ბალანს ხო პრიოცეფცია არის ეგეთი რაღაცა რაც არის რომ სხეულის როგორ აღიქვავს თავის თავს სივრცეში და რაღაც ობიექტზე როცა ასწორებ შენ წონასწორობას უფრო ადვილი არის ეს ობიექტი უძრავი უნდა იყოს მოძრავს თუ გასწორებ შენ სამოძრავდები და როცა ხუჭავ თვალს ეს ობიექტი აღარ გაქვს თვალიდან შემოსული ინფორმაცია რომელიც თურმე ძალიან დიდი წილი არის მთლიანად შემოსული ინფორმაციის ტვინში აღარ გაქვს და მოკლედ უფრო გავიგე რატო მუშაობს ის რაც მუშაობს იოგაში ხო ახსენი ანუ ხო და კიდე აიცა მაინტერესებს იოგაში ვთქვათ ძალიან დიდი ნაწილი უჭირავს ეს სხეულიდან დაგროვილ აი სხვადასხვა ნეგატიურ ინფორმაციის გამოშვებას ეხმარება ხო ეს ვარჯიშები სხვადასხვა ხო და სხეული ინახავს რა თქმა უნდა ყველა იმ გამოცდილებას რაც თავს გადახდენია მით უმეტეს თუ ამ გამოცდილებებში ფიქრებით იყო და სხეულებრივად არ გამოხატა და მარტო იოგა არა ცეკვა ხო სხვადასხვა ვარჯიშები სხვადასხვანაირად უბრალოდ ახლა იოგაზე რა ხსაუბრობთ მაგიტოვა კონკრეტულად არ მინდა რომ ვთქვათ რომ იცი რა არის ვერ გამოათავისუფლებ სხეულიდან ნეგატიურ ემოციებს თუ იოგას არის ვარჯიშები არ არის გამოათავისუფლებ იქ ბოქსიც და ტენისიც და ბევრი ვისთვის რა მუშაობს ანუ თავარია რომ რაღაცა გააკეთო ფიზიკურად და სხეული ამოძრაო ისედაც სულ განსაკუთრებით თანამედროვე სამყაროში ეს ჯდომარე ცხოვრების წესის გამო და უბრალოდ რომ ამოძრაო ეს სხეული და ამ სხეულის მოძრაობაში რაღაცნაირად რომ შეატრიალო ყურადღება შიგნით და დაიწყო საკუთარი თავის კვლევა აი ეს იქნება ალბათ იოგა და ყველაფერი სხვაც, რასაც გააკეთებ და შენ შეიძლება სხვა რაღაც დაუძახო, მაგრამ ბოლო-ბოლო მაინც იქნება იოგა. კი, უბრალოდ მგონია, რომ ძალიან სრულყოფილი ვარჯიშია. ნუ თავდაპირველად ალბათ არ იყო ხო ეს ვარჯიშად შექმნილი არის კავშირში რელიგიასთან. არა რელიგიასთან არის კავშირში, მაგრამ არის ეგეთი მცდარი წარმოდგენა. უკვე ცოტა მოძველებული არის ეგ წარმოდგენა. ადრე უფრო მეტად იყო, იმიტომ რომ რაღაც ახალი იყო, როცა შემოვიდა, საიდან შემოვიდა, ინდოეთიდან შემოვიდა, ინდოეთში რა ხდება, ინდუიზმი არის, ყველა ამ რელიგიის მიმდევარია და რაღაცა უფრო განსაკუთრებით საბჭოთა კავშირს მოეწოდა ეგრე, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ხო ყველაფერი მის გარეთ სახიფათო იყო და არაფერი არ მოგწონდა და არაფერი. მეგონი დღესაც ცოტა რაღაც ხო, და იქიდან შემორჩენილი რა თქმა უნდა, ხო გადაეცემა ეს შთამომავლობით ეგეთი ინფორმაციები და რაღაც შიში იყო, რომ აი ეს რა არის და რაღაც რელიგია. მართლმადიდებელი თუ ხარ, ანუ იოგას თუ ვარჯიშობ, შეიძლება ცოდვა იყოს, გამიგია ესეთი. კი, ეგეთი ისიც გამიგია და უკითხავთ, რომ აი ეკლესიაში დავდივარ და რომ ვივარჯიშო და არაფერი სასაცილო ამაში არ არის. უბრალოდ არის ის, რომ ინფორმაცია არ აქვს ამ ადამიანებს და პირიქით რაღაც არასწორი ინფორმაცია აქვს გავრცელებული. ცდარი წარმოდგენა. ცდარი წარმოდგენები ზუსტად არის ეს და რა თქმა უნდა არ არის იოგა რელიგია, იოგა არის ფილოსოფია, რომელიც შედგება მრავალი სასიკეთო სასარგებლო მიმართულებისგან, მათ შორის არის ეს ასანა პრაქტიკა, ანუ ფიზიკური პრაქტიკა, სუნთქვები, მედიტაციები და რაღაც ცხოვრების წესები ვითარ, როგორ ვიცხოვროთ უფრო კარგად ჩვენ სხეულში და უფრო კეთილად სხვების მიმართ. მე ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებ. მეც ესე ზურგი მტკიოდა ძალიან, დღემდე მტკივა, თუ არ ვივარჯიშე და დავიწყე იოგის პრაქტიკა და ზურგმაც გამიარა. დაბალი წნევა მქონდა, ესეც მომიგვარა. მაგრამ დამატებით ვიტყოდი, რომ აი მენტალურ ნაწილში გაძლევს ძალიან ისეთ მნიშვნელოვან რაღაცნაირ თავდაჯერებას, იმიტომ რომ სულ წინ და წინ მიდიხარ. ანუ აუმჯობესებ შენს შესრულებას, პერფორმანსს იოგაში. და რაღაც რაც არ გამოგდიოდა გუშინ, ბევრი, ანუ ცდის და შრომის შედეგად გამოგდის ხვალ. შესაბამისად შეიძლება შპაგატზე ვერ ჯდებოდე, ხო ქართულად არ ვიცი როგორ არის.
ეგრეა მე მგონი. რაღაცა სიტყვა არის, მაგრამ არავინ არ ვიყენებთ მაგ სიტყვას, ხო? ჩავჯექი, რაღაც ასანას ვერ ვაკეთებდი, გამომივიდა და ძალიან ისეთი არის მაქედან გამომდინარე, ანუ მენტალურად გიუმჯობესებს საკუთარი თავის მიმართ აი რაღაც პატივისცემას გიჩენს და ხო აი ბევრი დეტალია რაცშიც მე ძალიან დამეხმარა. ასევე თვითონ ეს გაწელვები ისეთ სასიამოვნოა რომ სულ მთხოვს ჩემი სხეული და თითქმის ყოველდღე ვიწელები. და კიდე რა შემილია აღვნიშნო. ნუ ეს მედიტაცია თავისთავად და მოდი ამაზე ვისაუბროთ. ვისაუბროთ მედიტაციაზე და მანამდე შენ რაც თქვი, ამაზე მინდა რომ გავაგრძელოსავით, რომ აი ეს ხო ისწავლე ხალიჩაზე, რომ უი თურმე იმას კი არ უნდა შევედარო, ვინც ჩემ გვერდზე ხალიჩაზე აკეთებს რაღაცას. ჩემ თავს უნდა შევედარო გუშინ, რომ ამას ვერ ვაკეთებდი და ეხლა ვაკეთებ. ან უბრალოდ იმისთვის მადლობა გადავუხადო, რომ გაშალა დღეს ხალიჩა და მოვიდა. პატარ-პატარა გამარჯვებები, პატარ-პატარა რაღაც კარგი დამოკიდებულებები შენ თავის მიმართ, მერე გადაგაგ ხალიჩის გარეთაც. და ისე რომ საერთოდ არის ჩემი გამოცდილება, ეხლა რა თქმა უნდა ჩემი პირადი გამოცდილებიდან მოვყარაკობ, მაგრამ თან ასევე აი მოსწავლეების შეფასებები რო ვთქვამთ, რომ აი მე აი რაღაცა საერთოდ არ ველოდებოდი, მაგრამ აი იგივე რაღაც დამემართა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდი, რაც სხვა დროს აქამდე სხვანაირად მოვიქცეოდი და ეხლა უკვე სხვანაირად მოვიქეცი და ამაში დამეხმარა ხვდები რომ დამეხმარა იოგა და ხო ანუ აი ხალიჩის გარეთ გადატანა ხალიჩაზე ნასწავლი გაკვეთილების ეს არის ყველაზე ძვირფასი ალბათ რაც მოყვება იოგას ვარჯიშს. ეხლა ჩაგერთვები კიდე რო თქვი რომ საკუთარ თავს უნდა შეეჯიბრო და შეედარო და არა სხვას ზოგადად ეგ ფილოსოფია ცხოვრებაშიც ესეა. ანუ შენი თავია თავარი რომელიც უნდა გაუმჯობესო და რომელსაც უნდა შეეჯიბრო ხო რაღაც გუშინდელი ვერსიიდან დღევანდელი ვერსიიდან ზუსტად ხალიჩაზე ამას ადვილად ხედავ რაღაცნაირად და ადვილად სწავლობ რომ აზრი არ აქვს ეხა მე შევედარო იმას ვინც 20 წელია ტანვარჯიშზე დადის და ეხა გვერდზე მიწევს ან პირიქით საერთოდ არ გამოძრავებულა მაგალითად ჩვენ ყველას გვაქვს განსხვავებული ანატომია და განსხვავებული სხეული ხო და აი შეიძლება რომ მენჯის სახსარი რომელიც არის რაღაც ესეთი სახსარი და ესე მოძრაობს მეორე აი ეს ძვალი იყოს უფრო მეტად გადმოხრილი და არ უშვებდეს უბრალოდ რომ გაიშალოს მაგალითად ახლა შპაგაძე თორე ყველაფერი სხვაც არის ეგრე რომ შეიძლება შენთვის სხვანაირად სრულდება ის მოძრაობა შენი სხეულისთვის სხვა რაღაცას ნიშნავს იმის შესრულება და სხვა ფორმას იღებს და ვიღაცა სხვა ფორმას იღებს და ეს საერთოდ არ ნიშნავს თუ მე ბოლომდე ჩავჯექი და ვიღაცა ვერ ჩაჯდა რომ მე უფრო მეტი სარგებელი მივიღე იმისგან არა შენი მაქსიმუმი ეგ არის მე რაც გავაკეთე ის 2 წუთი მაგალითად თუ გავაკეთე შპაგატის პრაქტიკა ვიღაცამაც 2 წუთი ზუსტად ერთი სარგებელი მივიღეთ ორივემ არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოიყურებოდა ეს ჩვენი პრაქტიკა ხო და რა სარგებელს გაძლევს თქვათ აი შპაგატი პირობითად აი რას წელავს თქვათ კუნძ მყესებს აი კიდე რა არის თქვათ ქალისთვის კაცისთვისაც არ ვიცი მოკლედ ჩვენ სხეულს უყვარს მოძრაობა ყველა ნაწილს ჩვენი სხეულის უყვარს მოძრაობა აი თავიდან რომ დავიწყოთ მაგალითად კუნთი უფრო ვიცით ეს რომ აი კუნთი თუ გინდა რომ განევითარო უნდა იარო დარბაზში და უნდა აკეთო რაღაც არ ვიცი აწიო რაღაცა წონა და პირველად რომ მიდიხარ ამ დარბაზში ვერ წევ მეორეჯერაც ვერ წევ და მთელი შენი დარბაზში ყოველდღე მისვლა არის იმას ნიშნავს რომ შენ სხეულს უთხრა რომ აი ამის აწევა ჩვენ გვჭირდება უნდა ავწიოთ და როგორღაც ახლა გაძლიერდი და შენი კუნთი რო იგებს რომ საჭიროა რომ არსებობდეს მაგითო გამომუშავდება და იზრდება რამდენადაც ეთყვი რომ კიდე უფრო უნდა გაიზარდო შენ კიდე უფრო მჭირდები იმიტომ რომ ეს უფრო მძიმე წონას ვწევ ხა მით უფრო გაიზრდება ეგრე არის ყველაფერი დანარჩენიც მაგალითად მხარი მაღლა თუ წევ რაღაცა კვირაში რამდენჯერმე ის დაიმახსოვრებს რომ უფრო მაღლა ანუ უფრო კარგად იშლებოდეს ხო ეს ახსარი მაგრამ არას 20 წელი ისე თუ გავარო ამ მხარს მაღლა არ აწევ ხელს მაღლა არ აწევ და მხარს არ დაატრიალებ ეს შენი უჭკვიანესი სხეული იფიქრებს რომ სულ არ მჭირდები ახლა ამ ჩემ პატრონს და წავალ ამ ენერგიას რაღაც სხვაზე დავხარჯავ რაც ამ მხრის სახსარში უნდა დამეხარჯა და აღარ მიცავს საშუალებას მაღლა აწიოს
ესეც ტვინიდან მოდის. ესეც ტვინიდან მოდის და ეს ყველა დანარჩენი ნაწილი რა ჩვენი სხეულის. ანუ უყვარს რომ აი მაქსიმალური პოტენციალი რაც შეუძლია მოძრაობის დიაპაზონი რაც აქვს, ის გამოავლენინო სწრაფად ვერ ირბენ თუ სწრაფად არ ირბენ. რაღაცა მძიმეს ვერ აწევ თუ მძიმეს არ აწევ და ეს რაღაცები რომ ავარჯიშო რა ყველაფერი მათ შორის შპაგატიც არის ერთ-ერთი რაც გაგიწელავს კუნცაც ნერვები კიდე ძალიან ბევრი ხე შპაგატზე თუ ლაპარაკობთ ალბათ ფეხის გაწელვა განვიხილოთ და ძალიან ბევრი ნერვი ზურგიდან წამოსული გადის ამ ფეხებში და ძალიან სასარგებლო არის ამ ნერვების გაწელვა ნერვული სისტემისთვისაც მთლიანობაში არა მარტო რომ კარგად გამოვიყურებოდეთ და ლამაზი იყოს ეს ფორმა, არამედ როგორ გრძნობ თავს, რომ უსაფრთხოების სიგნალი წავიდეს ტვინში, რომ გარემოზე ბევრი ინფორმაცია მაქვს ეხა მე, ამიტომ რაც უფრო ბევრი ინფორმაცია მაქვს, მით უფრო უსაფრთხოდ ვარ. გეთანხმები. და კიდე ჩვენ ვისაუბრებთ ჩემს გამოცდილებაზე, რომ მარტო ვთქვათ იოგის ვარჯიშის დროს მე ბევრად დაკავშირებული ვარ საკუთარ სხეულთან და საკუთარ თავთან, ვიდრე დარბაზში ვარჯიშისას და აი როგორ არის ვთქვათ გეხმიანება ეს შენ ესე არის საერთოდ თუ? კი, ძალიან მომეწონა ეს დაკვირვება რომ გამიზიარე, იმიტომ რომ მე თვითონაც უჩემ მოსწავლეებს ვეუბნები რომ აი კარგია რომ აქ დადიხარ კვირაში 3 ჯერ და შესანიშნავია ის პერიოდი რასაც ვარჯიშობ ერთად, მაგრამ აბა ის სახში გაშალე შენით მატი, ხალიჩა და ნახე რა სკაკეთებ შენი სხეული, რისი გაკეთება უნდა. იმის გარეშე რომ იცოდე რომ ვიღაც გიყურებს, იმის გარეშე რომ შენ თვითონ ვიღაცას უყურებდე და მაქსიმალ, ანუ უფრო გეხმარება ეს რომ თუ გაქვს ამის ფუფუნება და შესაძლებლობა რომ სახში მარტომ გაშალო ხალიჩა და გააკეთო, დაუთმოდ რომ არ ვიცი, არ იყოს ეს 1 საათი და იყოს 15 წუთი, 10 წუთი იყოს, 5 წუთი იყოს, ანუ ყველანაირი დრო უბრალოდ რომ გადახვედით ხალიჩას და თქვი რომ აი ეხა მე ვეცდები რომ მოусმინო ჩემს ხელს და ვიღაცა რასაც მეტყვის იმას კი არ გავაკეთებ თქვათ რაღაც ჯგუფურ კლასებზე უფრო არის ხოლმე პრობლემა ესე თქვათ რომ შენ არ აცდი შენს ხელს რომ გითხრას თვითონ რა უნდა იმიტომ რომ სულ სხვა რას აკეთებს იმას იმეორებ და აბა არავინ რო არ გითხრას რა გააკეთო შენით რას გეტყვის და რისი გაკეთება მოუნდება და აღმოაჩენ ეს არის კიდევ საინტერესო რომ ხშირად უთქვამთ რომ კი მაგრამ რა გავაკეთო არ ვიცი და არა და დადიან რაღაც უკვე თვეებია წლები არ ვიცი და აი დრო გაშლიან მე ხვდები რომ ხელს თვითონ ახსოვს და სულ არ ჭირდება რომ შენ ტვინიდან უთხრა რომ მოდი ხა ეს გავაკეთოთ და ძალიან საინტერესო არის მაგის დაკვირვებაც და არის თუ არა აუცილებელი სანამ გადახვალ ვარჯიშზე კონკრეტულად ვორმაპი გახურება სხეულის ვორმაპიც გახურება შეიძლება რომ იყოს, ამიტომ გააჩნია ვარჯიშს რას ეძახი, ჩენი ვარჯიში თუ არის სირბილი მისალმებით თავარი რაც არის, ხო? მზის მისალმები არის ვარჯიშების სერია, რომლითაც შეგიძლია ასევე გახურდე. და ვთქვათ, მაგას რომ შეიძლება ეგახურებათ კი, ხო? თავისუფლად, მოკლედ რაღაც წესად ალბათ უფრო ეგრე არის რომ არ გააკეთო რაღაც ექსტრემალური გახურების გარეშე. ანუ ვთქვათ ეს ექსტრემალური არის ძალიან ღრმა უკან ზნექი მაგალითად ესე ხიდში რო გადადიან ხო ნანახი გექნებათ ყველას. აი ეგ მაგალითად არ ეცე და არ გააკეთო ახალი გაღვიძებული თუ ხარ და სხვა თუ არაფერი არ გაგიკეთე. აი ახალი გაღვიძებული თუ ხარ რა გააკეთო. ეს ხერხემალი რა მიმართულებებითაც თუ თქვა ხრებიც ალბათ წარმოიდგინე რომ ბოლო ჩემი ასანა პოზა დღეს რაც მინდა რომ გავაკეთო არის ეს ხიდი და მინდა რომ ესე გადავიწელო. ამისთვის ახლა რა არის ჩართული? მხრები არის ჩართული, ხერხემალი არის ჩართული, ხერხემლის ყველა ნაწილი არის ჩართული, ხო? 3 ნაწილად რო წარმოიდგინო რომ გაყო ყველა ნაწილი. ხო და მე ავდგები და გავათბობ ეხა მე ამ ყველა ნაწილს, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს და ტრავმა არ მივიღო რაღაც და დაზიანება. მენჯებიც ჩართული არის ხო უკან გადახრილი რო ხო ამიტომ ავდგები მე გავათბობ მენჯებს გავახურებ ხერხემალს დავატრიალებ რაც გამახსენდება რა მიმართულებებიც არსებობს მხრებსაც დავატრიალებ აქეთი და მე წავალ უკან გადავიხრები რა კოჭი მუხლი აი ყველაფერი მაჯა უმნიშვნელოვანესი მაჯა ძალიან ჩართული არის მაგაში შეგლება იოგის დროს არის მაჯა და ნელ-ნელა მე ეტყობა სუსტი მქონდა და მე ნელ-ნელა გამიმაგრდა ასე ვთქვათ. კი და ძალიან ბევრი მაჯის ვარჯიშიც იმდენი არსებობს რაც შეგიძლია რომ ნახოთ მარტო მაჯები ავარჯიშო კი გაწელო, გააძლიერო, რომ
იგივენაირად ყველაფერი რაც ვილაპარაკეთ, რომ ეტყვი შენ მაჯას რომ მჭირდები ეხა შენ რომ აი ეს აკეთო და ბევრჯერ რომ ეტყვი ამას, ანუ გააკეთებინებ, მე უფრო გამაგრდება, გაძლიერდება და აღარ გეტკინება. გეთანხმები. იმიტომ რომ ესე იყო ჩემ შემთხვევაში. მოდი ახლა მედიტაციას დავუთმოთ დრო და მითხარი რა ადგილი უჭირავს მედიტაციას იოგაში. სიამოვნებით. სანამ მედიტაციაზე ვილაპარაკებთ, ვთქვათ, ვახსენოთ ის, რასაც ადამიანები აკეთებენ სულ მთელი დღის განმავლობაში. რაც არის ფიქრი. სულ რაღაცას ფიქრობთ. ადამიანი არის დამოკიდებული ფიქრზე, ხო? ხო და ეს ფიქრები ცუდი არ არის ჯერ წინასწარეს შესავალი რომ გავუკეთოთ და ძალიან საჭიროა რომ გქონდეს აიმისოდ რომ დავიკმაყოფილოთ საბაზისო და არასაბაზისო მოთხოვნილებები, გქონდეს საჭმელი, საკვები, თავშესაფარი, ასე შემდეგ. მაგრამ თურმე ძალიან დიდი ნაწილი ამ ჩვენი ფიქრებისა არის უსარგებლო. ანუ უსარგებლო და მეტიც ნეგატიური და პირიქით შემოდის ძალიან ბევრი ფიქრი, რაღაც 10,000-ობით, კიდე 1000-ობით. გაჩნია გონებას, ხო? პირიქით უარესი შედეგი, ანუ ჩვენ ემოციებს დიდწილად განსაზღვრავს ფიქრები, ხო? და აი ამ ნეგატიურ ემოციებს მაგალითად ვასაზრდოებთ ხოლმე, როგორც წესი ხშირად ამ ჩვენი ფიქრებით. პრაქტიკად გიძლიათ ეგ რომ გააკეთოთ, ახლა ვინც უყურებს ამ ვიდეოს, მაგალითად რომ დააპაუზოთ და ჩამოწერო, შემდეგი 5 წუთი რამდენი ფიქრი მოვა. აი უბრალოდ ფურცელებას დააიღო და ეხლა ვფიქრობ, რომ რატომ ითხრა ამ გოგომ რომ დააპაუზეო. ეხლა ვფიქრობ, რომ ამის ყურებას რომ მორჩები, წავიდე და ეს ჭამო, აი რაღაცები. და დამკვირვებლის როლში გადახვიდე. ხო, უბრალოდ შენიშნე, გადადი შემდეგ და შენიშნე და მე გამიკეთებ ეს და ძალიან საინტერესოა. მე გადახედე და აქედან დაითვალე, აბა, რამდენი იყო სასარგებლო და ისეთი, რომ მართლა გჭირდებოდა რომ რაღაც დაგეკეთებინა და რამდენი იყო რაღაცა მოგონილი სისულელე, რომელმაც უფრო ნერვები მოგიშალა თუ პირიქით და პირიქითაც, ანუ შეიძლება დაგეხმარა და კარგ ხასიათზე დაგაყენა თუ რაღაც, ხო, სარგებელი მოგიტანა. ეგრე პრაქტიკა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ხო და მედიტაციამდეც რომ მივიდეთ, ბევრნაირი არსებობს ეს მედიტაცია, შეიძლება იყოს სუნთქვითი მედიტაცია, შეიძლება იყოს გიდირებული მედიტაცია, შეიძლება იყოს მანტრა მედიტაცია და ყველა ეს მედიტაცია ემსახურება იმას, რომ შენი ფიქრების რაოდენობა ოდნავ შეამციროს და შეანელოს. რომ აჩქარებულად სწრაფად კი აღარ მოდიოდეს და შენ ამ ნერვული სისტემა ძალიან გადატვირთული კი არ ქონდეს და ზესტიმულირებული. არამედ როგორც შეიგიძლია, შეანელო, შეამცირო და აცოტავო. და ამ დროს რა ხდება? როცა დავაცოტავებთ და იმდენად აღარ არის სულ წარსულში, წარსულის ფოთოებში ან სუმამავლის გეგმებში, ვიწყებთ ცოტა აწმყოში, უფრო გვიადვილდება, უფრო ყოფნა და ვიწყებთ რაღაცეების შემჩნევას უფრო ადვილად. მაგალითად, ეს ბალახი რა მწვანე ყოფილა, ან ეს ჩიტი რა ლამაზი ყოფილა და ესეთ რაღაცებს ვერ შეამჩნევ თუ ძალიან გადატვირთული გაქვს გონება და ძალიან ბევრი ფიქრი არის, ხო? და მედიტაცია ამის გეხმარება რა და როგორც იოგაზე, ასანა პრაქტიკაზე რაც ვილაპარაკეთ, რომ ხალიჩის გარეთ გადაგაქვს, მედიტაციაშიც ის 15 წუთი თუ 20 თუ რამდენსაც ატარებ ამ მედიტაციურ მდგომარეობაში, აუცილებლად მე აისახება შენ დანარჩენ ცხოვრებაზე და იმ დანარჩენ ცხოვრებაშიც უფრო კონცენტრირებული ხარ, უფრო დამშვიდებული ხარ, უფრო აწმყოში ხარ და ცხოვრობ რეალურად. იმიტომ რომ მართლა თუ წარსულში ხარ და მომავალში რეალურად არ ცხოვრობ. ზუსტად. ხო. და ვერ გძნობ თავს დამიწებულად და ეს ალბათ გამიწებს, ხო? ზუსტად. აი მე მაგალითად რაღაც nutrition coach-ობას რო ვსწავლობდი, იქ რამდენიმე მედიტაციის ტიპები გავიარეთ. აი რაღაც იყო მაგალითად თვალი უნდა დაგეხუჭა და ვარდის სუნი თუ მოვიდოდა ან რაღაც იას რაც გინდოდა ყვავილი სურნელოვანი, ის აქტიურებდა იმ pineal glands, რომელიც ჩვენ კრეატივზე არის პასუხისმგებელი. არის ეგრე ვთქვათ დაყოფილად, რომ ვთქვათ თუ არ არის დიდად საინტერესო. კი, აი მაგალითად ახლა ეგ რაც ახსენე არის, აი ხა შენ რას თქვი, არის აი ვიზუალური, ანუ რაღაცას წარმოიდგენ და ძალიან კარგი მაგალითი არის, როგორ მუშაობს ჩვენი ფიქრები და როგორი ძლიერი გავლენა შეიძლება გქონდეს. აი მაგალითად ახლა გავაკეთოთ ეგეც, რომ შენც გააკეთე. დახუჭე თვალები, ვინც გვიყურებს, დახუჭე თუ საჭესთან არ ზიხართ, თუ საჭესთან არ ზიხართ, არ დახუჭოთ, ისე წარმოიდგინე. ან თუ დადიხართ, არ დახუჭოთ. აი წარმოიდგინე შენ წინ რომ ხელში გიჭირავს
დიდი ყვითელი წვნიანი ლიმონი დასუნე ამ ლიმონს როგორი სუნი აქ იგრძენი კარგად დაათვალიერე როგორი კვეთრი ყვითელია და წაიღე პირისკენ და ჩაკბიჭი და იგრძენი გემო ეს სიმჟავე ოდნავ სიტკბო პირში ხო გაგიჩნდა ეხლა ნერწყვი ყველაფერი და წარმოიდგინე რომ ესე შეგვიძლია გავახილოთ უკვე თვალები ეგ იყო ესე მხოლოდ ფიქრით სხეულებრივი რაღაც რეაქცია გამოიწვია ხო ანუ შენ სხეულს ეგონა რომ მართლა ჭამდა ლიმონს და მოამზადა პირი და თავის გადამამუშავებელი სისტემა ხო და სიმჟავე მოდი ახლა ჩავკბიჭო ლიმონს და წარმოიდგინე ხა აი ამ 20 წამში თუ რამდენში გავაკეთეთ ხო ეს როგორ შეგიძლია რომ შენი ამ ნეგატიური ფიქრების ჯაჭვით წაიყვანო შენი თავი შენი სხეული რაღაცეთ ადგილებში სადაც საერთოდ არ უნდა ყოფნა და სხეულებრივად ცუდად როგორ შეგიძლია რომ იყო და ეს სტრესი მარტო ფიქრებით არა აი რაღაც ნეგატიური ინფორმაციებით რასაც სულ ნახულობთ ხოლმე ტელეფონში ნიუს ახალ ამბებში ესე ვთქვათ და ეგეც გვჩვევია ხოლმე რომ ერთ მეც პირადად ჩემ თავზე ვლაპარაკობ ხა რომ ერთ რაღაც ამბავს მოусმინე ვუყურე ახლა სხვა კამერით გადაღებულ ზუსტად იგივე კადრებს უყურებ და მე ვფიქრობ ხოლმე რომ რატო უკეთებ ამას ჩემ თავს იმიტომ რომ თავიდან გრძნობ ხო ანუ ნეგატივზე ზოგადად მიდრეკილებივართ არ ამაში იმას არ გულისხმობ რომ არ გავეცნოთ ახალ ამბებს და არ ვიცოდეთ ჩვენ გარშემო რა ხდება არა უნდა ვიცოდეთ მაგრამ და გამოვიჭიროთ ხოლმე ჩვენი თავი როდის გადავდივართ რაღაც იმ ზღვარს სადაც სარგებლიანობა აღარ არის უკვე ამ ცოტა აკვიატებული ხდება ხო ეს მოქმედება კომპულსიური და ალბათ კაი რჩევა იქნებოდა რომ დილიდან არ დავიწყოთ ამ ნეგატივით, ხო? ეს დილა არის ალბათ ყოველი გაღვიძება, თითქოს რაღაც თავიდან დაბადებას ნიშნავს და შევეცადოთ, რომ ის 1 საათის განმავლობაში არ ქონდეს ადამიანს ამის ფუფუნება, მაგრამ რამდენიმე წუთი მაინც საკუთარ თავთან მარტო დავრჩეთ და პირდაპირ ტელეფონში არ ჩავიხედოთ. ზუსტად მარტო ახალი ამბები არა. ინსტაგრამზე რაც ხდება ხოლმე სხვა ადამიანების იდეალური ცხოვრება, არც მაგით არ დავიწყოთ დღე, იმიტომ რომ და ზოგადად სკროლვა, რასაც გვაძლევს და რაც უკეთებს ჩვენ ტვინს, ადვილი დოპამინი. ეგ ადვილი დოპამინი რო არ მივაწოდოთ პირველივე დილიდან, იმიტომ რომ მე სულ მაგას მოგთხოვს რა, როგორც შევაჩვევთ და აი ძალიან ადვილად შეგვიძლია რომ ყველამ ცალ-ცალკე დავაკვირდეთ მაგას, რომ აი ერთი დღე გავიღვიძე, მაშინვე ვსკროლე, პირველ გავახილე თვალი ეგრევე ტელეფონში და მოდი აბა ერთი დღე ავიღე და არ ვსკროლე და როგორ ვარ იმ დღეს და თუ განსხვავდება ჩემი გაღიზიანებადობა რამ დონე როგორი არის ჩემი სტრესის დონე ხო თუ დააკვირდები მოკლედ არ გჭირდება რომ მე გითხრა რა ისე ჩემთაც იცი და მიყვარს ხოლმე რომ უთხრა რომ მე კი არ გეუბნები შენ თვითონ დააკვირდი და შენ თვითონ მიხვდები რომ მართლა ეგრეა ზუსტად და მე ესეთი გამოცდილება მაქვს კიდევ დღეს რაღაც ძალიან ბევრი გამოცდილება გავაზიარე კარგი რომ მეღვიძებოდა ყოველ დილის 6 საათზე და მე ერთმა ექიმმა მითხრა რომ ტელეფონი ხო არ გიდევს გვერდზე სადაც საათს ამოწმებო დავფიქრდი და კითხო ხო და ეს რაღაც ის არისო პავლოვის ძაღლის სინდრომი რომ შეჩვეული ხარ უკვე და დილით გეღვიძება რომ ტელეფონს დახედო 6 საათზე და ესე მე გადავდო ეს ტელეფონი და იმის მერე რომ დაიმახსოვრა ჩემ ვიცოდი რომ არ მეტო ტელეფონი აღარ გამოღვიძები ხო და მაშინაც როცა აი ღამე რო გვეღვიძება ხოლმე რაღაც 2 საათზე 3 საათზე და ისევ უნდა შევიბრუნოთ ძილი ძალიან კარგი რჩევა რაც მომისმენი არის რომ არ შეამოწმო საათი იმიტომ რომ რო შეამოწმებ საათს და დაიწყებ იმის გადათვლას რამდენი საათი დამრჩა ეხა 4 საათში უნდა გავიღვიძო აუფ ვეღარ გამოვიძია მე უფრო შფოთვას იწყებ და რა მნიშვნელობა აქვს რო არ ნახო საათი მაინც 5 საათი დაგრჩა და რომ მოკლედ ანუ მარტო იღიზიანებ თავს რა და იქ კიდე რაღაც სხვაც თუ დაგხვდა და თუ ინტერნეტი გამორთული არ გქონდა და ეს მილიონი ნოტიფიკაციაც მოგივიდა კიდე უფრო უარესი იქნება. ამიტომ თუ გაგეღვიძებათ ღამე მეგობრებო, და დექით გაისეირნეთ, კარგია თუ აივანი გაქვთ, აივანზე გაისეირნებთ, ცოტა სხეულის ტემპერატურას დაცემთ, გაიგრილებთ და მე ეცდებით ისევ რომ დაიძინოთ და არა ტელეფონი არ სკროლოთ და ამას თქვენ გეუბნებით, მაგრამ ასევე ჩემ თავს ვახსენებთ. და ხო მაღვიძარა ალბათ კაი იქნება რომ ისეთი იყოს. სხვანაირი. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი და ეგეც
ძალიან ადვილად შეგვიძლია რომ ჩვენ თავზე ჩვენთან დავტესტოთ რა რაღაც ის რომ გაგვიძებს გიჟური, ხმაური და იმ წამსვე რომ ნერვული სისტემა არის ამ fight or flight რასაც ეძახიან. ხო, კორტიზოლი რო ვარდება ეგრევე და ცუდად ხარ ისედაც ხო ვარდება რომ იღუძებ, მაგრამ მაშინვე ამ ზარით რა თქმა უნდა ჯობია რომ რაღაცა ჩიტების ხმაური ჩართო. თუ ჩემსავით ჩიტების ხმაური არ გაღვიძებს რამდენიმე დააყენე ზედიზე და არ ვიცი. და მოდი იოგას რო დავუბრუნდე, ხა გამახსენდა ესეთი კითხვა. დილით ვარჯიში იოგის თუ საღამოს? დილით. ჩემთვის დილით, მაგრამ ამასაც ვიტყვი რომ თუ დილით არ გაქვს დრო და ძალიან ბევრი ადამიანი არის რომ 9-ზე, 8-ზე იწყებს სამსახურს, ნუ არ აქვს დრო, არ ვიცი. მაშინ საღამოს. ისე თუ მე მკითხავ დილით, მაგრამ ასევე არ არსებობს რაღაცა გაიდლაინი და წესი რომ აუცილებლად დილით, მაგრამ ჩემი პირადი დაკვირვებით და აზრით დილით. დილით. და აი რამდენიმე თქვა შეგიძლია რომ გვასწავლო რომ ჩვენითაც შევძლოთ. დიდი სიამოვნებით. იმიტომ რომ სუნთქვას უჭირავს ზოგადად დიდი ადგილი ჩვენ ცხოვრებაში. და იმიტომ რომ ძირითადად ეს სუნთქვა არის ავტომატური და გაუცნობიერებელი და უბრალოდ რომ დაფიქრდე, აი ხა ჩაისუნთქო და დაფიქრდე, გაცნობიერებულად ჩაისუნთქო, დაფიქრდე რომ სუნთქავ და მე რამის თქო, აი უკვე ცოტა არ დამშვიდი. აი ერთი სუნთქვა ძალიან მაშინ. ფეხები ესე ხო რა იყოს? თუ სულ ერთი. ეხლა ზოგადად მაყურებლისთვის ვამბობ. მაყურებლის ჯობია რომ ხერხემალი ქონდეს გასწორებულ მდგომარეობაში. თუ ძალიან გტკივე ხეს წამოწოლები ვართ, მაგრამ ზოგი არის რომ მიყუდების გარეშე აწუხებს ძალიან და აი ვერ ვაკეთებ სუნთქვის, იმიტომ რომ ხერხემალი მტკივა. მიეყუდე, მაგრამ მაინც ეცადე რომ გასწორებული ქონდეს. ასევე ერთი რაც ხშირად მხდება ხოლმე არასწორი რომ აი ხერხემალს ასწორებენ და ესე თავს მაღლაწევენ. ეს არ არის გასწორებული ხერხემალი. ნეიტრალურად მინდა რომ იყოს. ნეიტრალური ხერხემალი არის სადაც ნიკაპი არის იატაკის პარალელური, ოდნავ უკანაც შეწეული. აი ესე ყოველთვის თავისუფალი ცოტა ღაბაბი რო გააკეთო რა, ეხა არ ვიქნებით ისეთი ლამაზები როგორი შეგვიძლია, მაგრამ არა უშავს. უკან შეწია, აი ღაბაბი გააკეთე და აი შენიშნავ რომ სასუნთქი გზები უფრო გათავისუფლდა და უფრო ადვილად შეგიძლია სუნთქვა და მარტო მაგიტო ნუ შეგიძლია რომ ეგ გააკეთო და ცხვირით თუ პირით? ცხვირით, სუნთქვა ცხვირით. იმიტომ რომ ცხვირი ატარებს, ცხვირში არის ის ფილტრები, რაც ჭირდება ჰაერს რომ გაიაროს სანამ ჩავას ცხელში, ამიტომ ცხვირით. არის რაღაც პრაქტიკები, სადაც პირით, მაგრამ ცხვირით. ძალიან ბევრი ადამიანს აქვს ცხვირში სუნთქვის პრობლემა. როგორ ვარჯიშობენ იოგას ვთქვათ? მე მათ შორის გატეხილი მაქვს ცხვირი და რაც გავიტეხე, რამ 2 წელია ერთნახევარი, ერთ ნესტოში ვერ ვსუნთქავ კარგად და უნდა გავიკეთოთ მეგობრებო ოპერაცია. ეს არის გამოსავალი. მაგრამ ეს კიდევ დასაკრავები არსებობს ცხვირის გიცდია? კი, მიცდია და კარგია მშველის. აი უფრო თქვათ სირბილის დროს ან რაღაც ძალიან შეცროა აკეთებ. შეიძლება გამოიყენო. სულ შეიძლება რატომაც არ ანუ დასაკრავი რაც აკეთებს, უბრალოდ ამ ნესტოებს ცოტა ესე გიფართოებს, ანუ რომ იკრავ, შლის და უფრო მეტი ჰაერი შემოდის რა და ეხა ერთ ნესტოში თუ არ შემოდის საკმარისი ჰაერი, ეს აწევს თუ შემოდის. შეგიძლია სულ გეკრას 24 საათი და მშვენიერი იქნება, მაგრამ ხო, არ ვიცი რატო არ მოკრია სულ, მაგრამ მეზარება და არ მოკრია და ცხვირის ოპერაციას აქამდე რატო არ გავიკეთე მაშინ. მაგასაც მკითხავთ, მაგრამ არა, მაგას. კი, ჯობია რომ როგორც შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად თავისუფლად ნიშნულოვანია მოკლედ ცხვირიდან ჰაერი რო გამოიწმინდო ხოლმე და ერთ-ერთი ასევე იოგური პრაქტიკა არის სუტრანეტი, ცხვირის გამორეცხვა ეს ერთ ნესტოში რომ აიურვედული პრაქტიკა. ხო, აიურვედული პრაქტიკა და მეორე ნესტოდან გამოდის ძალიან სასარგებლო არის, წმენდს, ლორწოს, შიგნით ყველაფერს და ეგეც გააკეთეთ. კი. და აი რა გავაკეთოთ ახლა სუნთქვა. ხო, არ ვიცი, მაგალითად ერთი რაც ძალიან ნაცნობი და საყვარელი არის ჩვენი სხეულისთვის, უფრო მეტად ნეირობიოლოგიიდან არის ეს სუნთქვა ვიდრე იოგიდან, მაგრამ გავაკეთოთ. და მე უფრო იოგიდანაც გავაკეთოთ. არის ფიზიოლოგიური ამოსუნთქვა, ეგრე ქვია და ორჯერ სწრაფად უნდა ჩაისუნთქო ცხვირით და ერთხელ ნელა ბოლომდე უნდა გამოისუნთქო.
და ფიზიოლოგიური იმიტომ ქვია და იმიტომ არის ჩვენი ცხოვრებისთვის ძალიან ნაცნობი, რომ ამას აკეთებს, როცა ტირილის დროს, რო ცდილობს, რომ თავი დაიმშვიდოს, ამას რო აკეთებს, ეგ არის. და ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა არის, რომ დაიმშვიდო ნერვული სისტემა. ეხლა რამდენჯერმე რო გავაკეთოთ, შენც იგრძნობ, რომ უფრო რაღაცნაირად უფრო გულის პირდაპირ რასაც აკეთებს ბიოლოგიურად არის ანატომიურად, რომ გულის ცემას ანელებს და შენელებული გულის ცემა უკვე აძლევს შენ ნერვულ სისტემას იმპულსს, რომ არის უფრო მშვიდად და მშვიდდები. ამიტომ ეს გააკეთეთ. აი იოგიდან კონკრეტულად? იოგიდან შეგვიძლია გავაკეთოთ box breathing-ს ეძახიან, ესე 4 ნაწილად გაყოფილი არის. ზოგადად ყველა ჩვენ ჩასუნთქვა ამოსთქვა არის 4 ნაწილიანი, ჩასუნთქვა, შეკავება ჩასუნთქვის მერე, ამოსუნთქვა და ამოსუნთქვა შეკავება ამოსუნთქვის მერე. ვაჩვენოთ აბა. და მაგალითად 4 წამის განმავლობაში რომ ჩავისუნთქოთ, მერე 4 წამის განმავლობაში შევიკავებთ, 4 წამი ამოვისუნთქებთ და 4 წამი ისევ შევიკავებთ. ეგ ძალიან გამშვიდებს. ძალიან გამშვიდებს. ჩასუნთქვა. 3 2 1 თავიდან. დიდი ხანი, ხო. ეხა ჩავისუნთქავთ და ეცადე რომ ისე გადაანაწილო ჩასუნთქვა, რომ ნელ-ნელა ჩაისუნთქვა, რომ 1-ზე დაიწყო და 4-ზე დასრულო. კაი, დავიწყოთ. დავიწყოთ. 1 2 3 4 შეკავება. 3 2 1 ამოსუნთქვა. 3 2 1 შეკავება და ცლილი ფილტვებით. 3 2 1 და ეს წრე რამდენჯერმე რომ გააკეთო რა. ეგეც ეგრე ძალიან გეხმარება და ზრდის ფილტვების capacity როგორ შესაძლებლობას მოცულობას. ხო. ფილტვების მოცულობას ალბათ. ჩასუნ ხო, არ ვიცი. capacity სიმძლავრე ეს რაღაცას არ ვიცი. ხო, ფილტვებს აძლიერებს. ფილტვებს აძლიერებს, კი. და აი იმ სუნთქვას რა ქვია რაღაც ცალნესტოზე რო ესე ხელს იჭრა. ნადიშოდანა ქვია იოგურად. და ეგ რა შვება. არა იოგურად სუნთქავ ხო? ალტერნატიული ნესტოთი სუნთქვა, alternate nostril breathing. არა, არ სუნთქავ ჩქარა პირიქით. ყველა ჩასუნთქვა და ყველა ამოსუნთქვა არის თანაბარი. და აი ესეთი ჩემნაირი ადამიანებისთვის, ვინც ერთი ნესტოთი კარგად ვერ სუნთქავენ, მათთვის განსაკუთრებით არის ეს საყურადღება, რომ ეცადო რომ ისე გაანაწილო, რომ დაახლოებით ერთი ხანგრძლივობა იყოს, იმიტომ რომ ის უფრო ნელა სუნთქავს, ერთიდან უფრო ნელა უნდა ხოლმე რომ ჩამოვიდეს და ამიტომ არის თან კარგი აი თავიდან თუ აკეთებინებ კლასში გიდირებით და მე ცოტა ჩუმდები და გიდირების გარეშე ვაცდი რომ გააკეთონ, რომ შენი ტემპი იპოვო, იმიტომ რომ ყველას ფილტვების შესაძლებლობებიც განსხვავებული გვაქვს ხო? და შენი ფილტვების შესაძლებლობები როგორც არის და ეცადო რომ ჩასუნთქვაც, ამოსუნთქვაც დაახლოებით იყოს ერთი ხანგრძლივობის და ორივე ნესტოდანას დაახლოებით იყოს ერთი ხანგრძლივობის. მაგ დროს მუცელს ფერავ თუ ფილტვებით ჩვევი? ცდილობ რომ სამივე ნაწილი და ეს სამი ნაწილი არის დიაფრაგმული მუცლის ნაწილი, ნეკნების ნაწილი, ამოსუნთქვისას და გულმკერდის ნაწილი. თანაბრად გადაანაწილო ცოტა ჰაერი ჩაუშვა მუცელში, მეორე მესამედი ჩაუშვა ნეკნებში და გულმკერდში. პრაქტიკასთან ერთად მე ეს კარგად მოდის. კი, ზუსტად, იმიტომ რომ ხა ამდენი რაღაცა უცებ პირველად თუ აკეთებ და ხა ნახევარი ფილტვებში ჩაუშვა ნახევარი და მე თავისით შვება. მე თავისით შვება. უბრალოდ თავისუფლად შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. და ერთი სუნთქვარი დამავიწყდა რაღაც ინდურის სახელი ქვია, აი ჩქარ-ჩქარას უნთქავ და მუცელს წევდა გუმშა. ბასტრიკა ქვია, ხო? ხო. და მუცელსაც გაშლას. კაპალაბატი ქვია მაგას, ხო. ეგ არის ამოსუნთქვა. ეგეც ძალიან კარგია და ეგეც ძალიან მიყვარს, ეგ უფრო აღვიძებს სხეულს, იმიტომ რომ რასაკეთებ, იცი? მთელი შენი ყურადღება და სუნთქვა არის ამოსუნთქვაზე, ჩასუნთქვას აკეთებს თვითონ. ანუ ესე რომ გააკეთებ, აი მერე ცოტათი თვითონ შედის, ანუ გამოსუნთქული რომ გაქვს ნეიტრალურ მდგომარეობას თავისით უბრუნდება და შენ არ გჭირდება რომ გააკეთო და თავისით შედის. ეს ნელა პრაქტიკასთან ერთად მე უფრო სწავლობს ხეული როგორ გააკეთო, მაგრამ გასაღვიძებლად და მეტი ჟანგბადის შესატანად სხეულში ძალიან კარგი პრაქტიკა არის. 1-2 წუთი ეგეც შეგიძლია. მაგრამ მანდაც გასთვალისწინებელია რაღაცები. მაგალითად, მაღალი წნევის დროს ჯობია რომ არ გააკეთო ორ სულებისთვის არ არის რეკომენდირებული და არის რაღაც
მდგომარეობები, როცა არ უნდა გააკეთო, ამიტომ თუ ეხლა ვინმე გვიყურებს და გადაწყვიტა რომ ეხლავე გააკეთოს, ჯერ მოიძიოს თავისი ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე, რა ჯობია რომ გააკეთოს და რა არა და მაგის მიხედვით შეასრულოს. როგორ გეტყობა რომ ხარ ვლოგერი და მოკლედ იცი ეს ამბები. და კიდე ერთი რაღაც გამახსენდა, თქვა დილიდან კუჭნაწლავის გამოღვიძება, აი რო წევხარ ან მუხლებზე რო დგახარ და ძალიან ღრმად სანამ წყალს დალევ საერთოდ და სანამ ნაული ეს ვაკუუმის მსგავსი პრაქტიკა, მაგრამ მე მგონი ჯერ დილით ტუალეტში უნდა შეხვიდე და მე უნდა გააკეთო. ხო, დილით ტუალეტში უნდა შეხვიდე. გამოითავისუფლო. ჯობია ხო, თუ იხჭობ ერთი ყლუპი დალია, მაგრამ ჯობია რომ მუცელი ქონდეს цаრიელი ეს არის. და აი რა შვება ის, რომ ვიცი რომ ძალიან სასარგებლოა. სასარგებლო ამასაჟებს მთლიანად შიდა, იმიტომ რომ მუცლის აი პრესის კუნთები ბევრს იმიტომ რომ ეგრე გვასწავლეს რომ არის კუბიკები და იმ კუბიკების უკან არის კიდე ფენები, სხვა კუნთების, ძალიან მნიშვნელოვანი კუნთების, რომელიც თხელი, რომელიც შიდა მხრიდან ეკურის მუცელს და იმ კუნთებსაც ამუშავებს და მაგათი გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანი სხეულის სტაბილიზაციისთვის, ბალანსისთვის, მენჯის ფსკერი, მთლიანად ეს ნაკრები რომ მუშაობდეს ერთად და არა მარტო ეს წინა ხაზი, რომელიც ლამაზია ძალიან, მაგრამ ფუნქციურად ყველაფერი ერთად უფრო გჭირდება. ამ ვარჯიშებს, ამ კუნთებსაც და ამასაჟებს შიდა ორგანოებსაც და ძალიან უყვართ ჩვენ შიდა ორგანოებს ისედაც უნაული რო არ გააკეთო და ესე ხელით უბრალოდ დაიმასაჟო, ძალიან სასიამოვნო იქნება და სასარგებლოა არა კი. ხო, და ეხმარება მაგაში. ამიტომ ეგეც ძალიან კარგია. ეს არის რომ აი ბოლომდე უნდა შეისუნთქო, ხო და მიაკრა. ეს ჩავისუნთქავთ, ალბათ ხო ჯობია რომ მე თვალყურეობის გარეშე. მართლა შენ თუ არ გააკეთებ. გააკეთებ, მაგრამ აქაც რაღაცები არის გასათვალისწინებელი რა და მგონია რომ აი ძალიან იოგური არის ეგეც რომ ეს ვახსენოთ რომ აი ამ შენი თავის კვლევის ნაწილი არის ეგეც რომ ეხა ადგე და რაღაცა თუ რეზონირდა შენთან რომ აუაბა მინდა რომ ვცადო ადგე და ან მოიძიო მასწავლებელი ვისთანაც დი ან კარგად გაარკვიო იმ პრაქტიკაზე ხა დღეს ინტერნეტში მართლა ყველაფრის ნახვა არის შესაძლებელი და ეგრე გააკეთო და არა დაუფიქრებლად და აი რა მინუსები შეიძლება ქონდეს ამ პრაქტიკას აი მე პირადად პრაქტიკაში გქონდა რომ ერთი პერიოდ როცა ვისწავლე თავიდან გაკეთება მინდოდა და სულ ვაკეთებდი და რაღაცა 10 წუთი ყოველდღე თუ როს ნახულის ბუშტი მткиოდა ხოლმე მერე. აი მეთქი რატო ჩვენ მასწავლოს უთხარი, მეთქი ნახულის მткиოდა რა გავაკეთე? არ გააკეთო 10 წუთია ხო აი ეგ მითხრა რატო აკეთე? 50 შესუნთქვასაც ძლივს ვაკეთებ არ არის ადუნიტო თან შეიკაოს. თან ანუ მაგაშიც მერე რაც უფრო ხშირად აკეთებ, უფრო გიადულდება და უნდა მიდიხარ მერე წინ. რაღაცნაირად შეყოლა იცის რა. აი ხონა დავიწყო. ნუ პრაქტიკა სრულდება ეგრე, ჩაისუნთქავ ბოლომდე, ამოისუნთქავ დაცლი როგორია რომ დავცვალე კიდე უფრო დაცლი, აი ეს მნიშვნელოვანი ნაწილია და ჭიპი უნდა მიაკრა ხერხემალს, ბოლომდე უნდა ამოისუნთქო და მაკედან რამდენიმე რაღაც მოძრაობა შეიძლება ვერ შეგიძლია გააკეთო, რომ ესე დაატრიალო, შეგიძლია უბრალოდ მენჯები დაატრიალო, არ არის საჭირო რომ ესეც აი სხვები როგორც აკეთება რომ უყურებ და ლამაზია ეგრე კი არა შენ უბრალოდ მენჯები და ცოტა დაატრიალო და ეგრე მიაღწიო იმას და მე ცდილობ რომ მარტო მუცელი ამოძრაო ცოტა გამოწიო ცოტა შეწიო ოღონდ ჩასუნთქვის გარეშე ისევ შეკავებული გაქვს სუნთქვა და მუცელს ესე წინ და უკან შეწევ გამოწევ და იგრძნობ შენ თვითონაც აი ეს რაღაც დღეში 10 წუთი რო ვაკეთებდი თქო რომ ვახსენე პირველი რამდენიმე დღის მერე აი რაღაც შიდა ფენას კუნთებისას გრძნობდი რა როგორც შებერილობასაც ჩველის არა შებერილობასაც ჩველის გააჩნია რა რისგან არის ხა ეგ შებერილობა იმისგან თუ გამოწვეული რომ გიჟივით 10 დონატს ჭამ დღეში და მაინც 10 დონატს ჭამ დღეში მაინც შებერილი იქნება ნაული ვერ გიშველის ხო ნუ მაგალითად ჩაქარი მან სხვა მიზეზებით შეიძლება გქონდეს მაგრამ ჯოხი ხა არაფერი არ არის სასიამოვნო და კარგი პრაქტიკა არის და დასატესტად მოკლედ ღირს კი ხო აი ხშირად არის რაღაც ესეთი ცდარი წარმოდგენები და ვთქვათ აი რა შეგხვედრია ეგეთი ხშირი რა არის აი ყველაზე ხშირად რაც გამიგია და რაც მახსენდება ხა არის ის რომ არ ვარ გაწელილი და ვერ ვივარჯიშებ იოგას რაღაცა არ შემიძლია ხო, არ ვარ მოქნილი და ამიტომ ვერ ვარჯიშობ იოგას. იგივეა რომ თქვა რომ ზედმეტად ბინძური ვარ და ახლა ვერ ვიბანავებ. ძალიან მშია და ვერ შევჭამ.
ზუსტად მაგიტომ რომ არ ხარ მოქნილი ზუსტად უნდა ეგონა ივარჯიშო რაც უფრო არ ხარ მოქნილი მით უფრო უნდა ივარჯიშო ესე ხო რომ გაიზარდო მოქნილობა რა ანუ რაღაც რო არ გამოგდის დარბაზში რომ მიდიხარ და რაღაც წონას თავიდან რომ ვერ წევ იმიტომ არ ვარჯიშობ crossfit-ს რომ ვერ წევ 80 კილოს არა იმიტომ ვარჯიშობ რომ აწიო პროგრესი გქონდეს აბარა და შენ იყავი მოქნილი ანუ ბუნებრივად როგორი ანატომი არა პირიქით ვერაფერს ვერ აი არ არსებობს ვერ გაკეთება რა იოგაში აქამდეც ვახსენეთ ეს რომ არ არსებობს რომ რაღაცას აკეთებდე და თქვა რომ არ გამომდის იმიტომ რომ შენებურად როგორღაც გამოგდის მაგრამ აი როგორც ჩემ მოქნილ მეგობრებს რომლებიც გვერდზე მეწუნენ არ გამომდიოდა ეგრე ვერც შპაგატში ვერ ვждებოდი და ვერც ვერ მაგრამ დღეს ხარ მასწავლებელი ეს კი შენ ხარ ძალიან კლასიკური მაგალითი თუმცა არ არის საჭირო რომ მასწავლებელი შპაგატში ჯდებოდეს ესეც თქვა კი ხო, იმიტომ რომ ეგეც მცდარი წარმოდგენაა, ხო? რომ გგონია რომ მასწავლებელი უნდა დაფრინავდეს, რომ კი, ანუ შენ თავზე რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა დატესტო და კარგია თუ აკეთებ რაღაცებს, მაგრამ ეგ არ განსაზღვრავს შენ კარგ მასწავლებლობას, კარგ სიკარგეს, რომ რაღაც გამოგდიოდეს ლამაზად, ან იმის რთული ვერსია იმასანის, ან არ გამოგდიოდეს და ხელებზე დგახარ თუ ვერ დგახარ, ეგ შენი მასწავლებლობის ხარისხს და დონეს არ განსაზღვრავს. და მე რო ინდოეთში ვიყავი, მეგონა რომ ყველა ვარჯიშობდა იოგას და ყველა ძალიან მაგარი იყო და მითხრეს რომ არანაირადო. ანუ ყველა იქ ვარჯიშობენ აი ამ იოგას რა უფრო ჰიგიენის ნაწილი არის იოგა, როგორც ფიქრობ რომ ისაც ყველა ცხოვრებაში ეგრე უნდა იყოს და აი რაღაცა ოდნავ დილით გავიღვიძე რაღაც რამდენიმე სუნთქვა გავაკეთე რამდენიმე კრია გავაკეთე ცოტა სახსრები დავატრიალე ცოტა სხეული გავაღვიძე და ეგ არის ანუ მაგას აკეთებ რა მაგას ყველა აკეთებს მაგას ვამბობ ხო მაგას ეხლა ყველაფერს გააკეთებს მე გულისხმობ რომ მეგონა რომ ყველა ინდუსი იყო ძალიან მაგარი თავის შპაგატით და ყველაფრით და ყველა ვარჯიშობდა და თურმე ესე არ არის ისე ბუნებრივად საკმაოდ მოქნილები არიან ძალიან ხო და ხო სხვა შორის მე ძალიან მოქნილი ვარ და ამისთვის მადლობა ღმერთს კი ბუნებრივად როცა ხარ მოქნილი კიდე სხვანაირად გსიამოვნებს მე იოგას ვარჯიში თუმცა ჩემს გვერდზეც არიან ადამიანები ვინც საერთოდ არ იყო მოქნილი წელს საერთოდ რახიძეა ლაპარაკი ვერ აკეთებდნენ ვერანაირ ასანას მე ადულად გამომდიოდა მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი გაყვნენ იოგას და ბევრად მაგრები არიან და ძალიან ისეთი პროგრესი განიცადეს და ამიტომ ივარჯიშეთ მეგობრებო იოგა და ხო ძალიან ისეთი განსაკუთრებული ან რამე ან რამე ივარჯიშეთ უღრმესი მადლობა ძალიან კაი იყო საინტერესო დინამიური და შენი ეს ბლოგერული გამოცდილება დაგვეხმარა რომ ყოფილიყო ძალიან ისეთი საინტერესო სახალისო და მადლობთ